სიმბოლიკების, სვასტიკები, მათი ლიდერების სიტყვების ციტირება, ჟესტების განმეორება, ყველაფერი დასჯათ. თქვენ ეს ყველაფერი მიუშვით. ეს ბავშვები ჩაუყარეთ ამათ ხახაში. დაუმატეთ ნარკომანია, პლანის ლიბერალიზაცია, წამლის ლიბერალიზაცია, 1000 უბედურება, თქვენ არ ქენით? თქვენ არ ქენით? ბიჭო, თქვენი მთავრობის დროს არ გაგეთ და ეგ ყველაფერი? აი, კიდე ერთხელ გეუბნებით რა. მე არა მაქვს ლაპარაკი ვიღაც ერთი კოცმაც უნდა რომ დარბის და სადღაც ხო არის ვინმე პროსახელისუფლებო ბლოგერი. ეს რო ყავთ ერთი ახლა რო იყიდეს ეს რა ქვია. ერის მამა რო ყავთ ეს რა. აუ პრინციპში იმასთან ლაპარაკიც კი არ ღირს, აუ. ვინმე თუ ხართ აი ვისაც გისმენთ საზოგადოება და სერიოზულად შეგიძლიათ გამცეთ ერთი პასუხი. აღარა მაქვს საუბარი უკვე მათ ახლა პოლიტიკოსებს და თქვენ ვინ მოგწევთ მაგისტრატი მე დამიჯდეთ აქ და მელაპარაკოთ. ნებისმიერი დონის კოც პოლიტიკოს გეკითხებით. გამოდით ერთი ვინმე და დამიჯექით დებატებში. თუ მე რასაც ვლაპარაკობ, ეს ასე არ არის. სხვანაირადაა. გნებავთ იურიდიულად, გნებავთ პოლიტიკურად, გნებავთ აი რანაირი კუთხითაც გინდათ ამ ყველაფერს შეხედეთ. მარაზმამდეა, ხალხო, აი მარაზმამდეა მისული სიტუაცია. რატო არის იცით მარაზმამდე მისული სიტუაცია? აი ცხოვრებაში ერთი რაღაცა განსაკუთრებით ვერ წარმომედგინა, აი მონკალით თუ გინდათ. ახლა დღეს გამოქვეყნდა რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა თურმე მურუსიძე. გირგვლიანის კვლელების მოსამართლე, რომელმაც თავზე ხელი გადაუსვა, ხელის გულზე გაატარა ეს ყველაფერი და კომფორტულად მოსვა ციხეში და მე თავის დროზე გამოუშვეს. ხო გახსოვთ ეს ყველაფერი. ბატონი მურუსიძე. თურმე ბრიტანეთმა დაასანქცირა და ქართული ოცნება და ქოცები პირწავარდნილი იცავენ მურუსიძეს, რომ თურმე მურუსიძე არის საქართველოში მოსამართლე და ხელშეუხებელი არის ეს რამარაზმამდეა ქვეყანა ხალხო მისული ხედავთ. მთელი ქოცების საარჩევნო კამპანია 2012 წელს განსაკუთრებით აი ამ საცოდავი ბავშვების გვამებზე მოვიდა. და მაშინ მურუსიძეებზე და ასეთ მოსამართლეებზე იყო საუბარი თუ როგორ ღუპავენ და ანადგურებენ სამართალს საქართველოში და დღეს მთელი ქართული ოცნება მსოფლიოს გლობალური ომის პარტიიდან თუ deep state-დან თუ რა ჯანდაბა ქვია ამას რაც ეძახიან აი მთელი შიგ ევროპიდან იცავს მურუსიძეს. მურუსიძის დაცვის სამსახურში არის ჩამდგარი. ღმერთო დალოცე ბატონი ბიძინა მიშა მოგვაშორა. აი რომელი მხრიდან გინდათ ამ ყველაფერს შეხედოთ? აღარაფერს ვამბობ, რომ ამ კომისიამ, რომელმა კომისიამაც უკვე გაქვთ შექმნილი, რამდენი ზარალი შეიძლება ქვეყანას მოუტანოს, იმიტომ რომ სხდომებია ღია. ღია სხდომები და 1000 რამე ეს ჯერ კიდე რას მოიმკის ქვეყნისთვის და ერისთვის ეს ცალკე თემა არის. სუბარის და წულუკიანის გარჩეული სამართალი სამხედრო დანაშაულს რო იძიებენ სხვა ბრძენებთან ერთად ომს იძიებს კომისია და რიგითი დონის განათლების სამხედრო არზის იქ სამხედრო იმის რა ქვია სალმის აღება რო არ შეუძლიათ არც არასდროს ყოფილა, არც სუბარი ყოფილა ჯარში, ახლა არც წულუკიანზე ზედმეტია ლაპარაკი და დანარჩენებზეც კიდე იქ. ამას უყურებს ხალხი და ხალხი კმაყოფილია. ხალხს უნდა პური და სანახაობა. ხო ხართ ხალხო კმაყოფილი, უნდა უყურეთ. უყურეთ, მადლობა ბატონ ბიძინას. მე გეტყვით ახლა რაც იქნება. ძალიან დიდი ალბათობით რა ამბავით შეიძლება მოხდეს. აი ორჯერ 2 4 როა დიდი ალბათობით ასე იქნება ესეც. ესენი გამოიტანენ დასკვნას რომ ნაციონალური მოძრაობა